ვანში სოფელ მუქეთში კორძაძეების ოჯახს სამიძრო ხამოპარეს. გოგა კორძაძე ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან ევროპული საქართველოს კოორდინატორია და მისი აქტიურობის გამო მას სოფლის გამგებელი არაერთხელ დაემუქრა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. არჩევნების დღეს ვიყავი კოორდინატორად. მე თავიდან ევროპულ საქართველოში და ნაციონალიზმის ეკიგოებში. და დაახდა სოფლის გამგებელი და დავემუქრა რა. იცას აგართუ გოგაოდა დაანებე თავიო არ კიდაო მაგას და მე არ დავლები და მაინც მივაცეკი შესაძლოა და მე უთხარი ჩემი იდეა მაქვს, ჩემი გასწრებული აზრი მაქვს თქო და შენ ვინ კითხავს და ასე რომ ხელი შევეხეთ ერთმანეთს ისე მივიდა საქმე და ახლა მეორე არჩევნები იყო კიდე და არ გასულა რამოდენიმე არჩევნების შემდეგ. და გამიკეთეს სამი სული პირუთხვით ამიკლეს გამომიყვანეს რიონ პირას ფერმაში მყავდა იქ არის დინამა გაშენებული და დამიკლეს მაკეები 400 კილოიანი და ნახე მეორე დღეს პოები გამოყრილი პოლიციის უფროსი იყო იქ არის ჩამოვიყვანე მაგრამ პოლიცია რეაგირებას ეთოთ აღარდეს კალბატონ და ხო დამეხმართ. სოფელ მუქედის გამგებელი მეგატივთან საუბარში არც დაპირისპირების ფაქტს ადასტურებს და არც პირუტყვის მოპარვას პოლიტიკური ნიშნით. ითხოვს, რომ გოგა კორძაძემ მას დაუდასტუროს დაპირისპირების ფაქტი, თუ არა და სხვა შემთხვევაში დატოვოს სოფელი. არანაირი ფაქტი არ ყოფილა, რომ დარჩენების ან მუქაიდან ხელის აწევის მოსთან. თუ დამიფიქსირდება მე ხო პირადად სოფელში მე ახლა სოფელის კაცი ვარ და არავის ვიღაცას პარტულებით არასდროს არ გამოსასვლი არ არის. ჩემი ზოგადებია იქით ხარეცო და აქით ხარეცო და იქით ხარდა. ჩემსაც მაგაცოა და პაგრიგი ხო საერთოდ თუ მაგი დამიძოსო მე თვითონ სიტყვაზე და სოფელში ერთ სიტყვას დაგაჩერდები და თუ ასე მასე თუ ადგენს მაგი აი თვითონ დავატოვებ სოფელს. და ამ სიტყვის სული მნიშვნელობი დღესვე. იმიტომ ხალხის მოუყვე თავს მე და მაგის იმას მე ხელი წავიწიე მასა და მე ხელი წავსკერი მასა. აი თქვენ ამ ფაქტს არ ადასტურებთ. რა თქმა უნდა არ ადასტურებ, ალბათ მისამო თუ იყო მაგის შეიძლება ადამიანები თქვენი თქواس რომ მაგალითად ყველი თქოს არ ადასტურებო მაგრამ მე სიმართლეს გეუბნები. შინაგან საქმეთა სამინისტროში ძროხების მოპარვის ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიება 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. მარიამ კუხიანიძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.